აი აქ სადაც ვდგევართ კი 200 მეტრის სიგრძე, 9 მეტრის სიგანე. ანუ ღირს ძალიან საინტერესო. ხორაპირებთ მთელი ღია გრუნტის გადაფარება. მაგიტო გავაკეთეთ. ნუ ბევრად იაფიჯდება რა. თელ საქართველოში. რაც კი მოცვი იყო, მივიღეთ 5000 ტონა. ეს არის დაახლოებით 25 ჯგუფი და თითო ჯგუფში 12, 13, 14 ადამიანი არის. ბაზარზე ეგეთი ვერ შეგვხვდება. ხო, არის აი ეს მაქსიმუმ ეგეთი. ეგ არის მაქსიმუმი. აი, განხილვასხოვობა. ხო, ესეთი დაცვარული მოცვი იშვიათია. და ეგ არის მოთხოვნადი ბაზარზე, ყველაზე მოთხოვნადი ეგ არის. ხიდი გადადის. და პირდაპირ ტრაილერს ჩამოედება. მეტი აღარ ვიცი, ჯერჯერობით აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთო და ნახოთ. ამჯერად ვიმყოფებით ლიხაურში და ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობ ადგილას. საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოცვის პლანტაციას უკვე მეოთხედ ვსტუმრობთ. კოკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი მოკლედ ერთგული მასპინძელი ხართ. წელს როგორი წელი გაქვთ? მოგესალმებით, მადლობა პირიქით თქვენ მობრძანებისთვის. წელს, რა ვიცი, ნორმალური. ეხლა დავიწყეთ ფაქტიურად და აგვიანა ძალიან სეზონმა და ზამთარშიც და მერეც ეხაც სიცივეები იყო ძლივს დათბა ცოტა. 1-2 კვირა დავიგვიანე ჩარჩანდელთან შედარებით. გურიამ. იქით იმერეთში და სამეგრელოში დამწიფდა უკვე თითქმის მთავრდება იქ კრეფვა და ჩვენ ეხა ვიწყებთ. და გამომდინარე აქედან კარგმა პერიოდმა ჩაიარა. ფასი როცა მაღალი იყო და ეხლა უკვე უამრავი მოცვია შესული, სადაც მიდის ძირითადად და ფასიც დავარდა, იქაც გაყიდვა უჭირთ და მოკლედ ძალიან დააგვიანა ჩვენთვის სეზონის დაწყება. მოცვის კულტურა მომგებიანია, ну, როცა ადრე შედიხარ ბაზარზე. როცა ფასი ძალიან მაღალია შესაბამისად. ახლა, ასე ვთქვათ, ცოტათი წამგებიან პოზიციაში ხართ, რახან კრეფის პროცესი გვიან დაიწყო და უკვე გვიან შეგავთ ბაზარზე. ერთი კვირის წინ რა სურათიც იყო განახევრდა. ვა. ნუ ეხა იმის იქით ბევრად ძვირი იყო, 3ჯერ და 4ჯერ მეტი იყო ფასი და აი ეხლა ზუსტად განახევრდა უცებ. ეს 2-3 კვირამ გადაწყვეტა ეს ამბავი. 2-3 კვირამ არა, 1 კვირამ. ერთი კვირის წინ იყო ორმაგი და დღეს არის ნახევარი. ეს ძალიან დიდი დარტყმაა თქვენისთანა მასშტაბური პლანტაციისთვის თუ უფრო პატარა მცირე წარმოებებს დაარტყა როგორ ფიქრობთ? ყველასთვის დარტყმა არის, რა თქმა უნდა. ძვირი ჯდება რეალურად 1 კილო მოცვი ძალიან ძვირი გვიჯდება რა მწარმოებლებს. ხარისხზე არის მოქმედა დიდად. ხარისხზე არის მოქმედა, იმიტომ რომ გასხლა იყო. გასხლამ ჩვენ გვიშველა ერთის მხრივ, იმიტომ რომ ბევრი ბაღები ისე დააზიანა. რომ იმის ნახევარი რაოდენობაც ვერ მიიღეს, რაც შარშან. და ჩვენთან დიდი ალბათობით იგივე მაინც უნდა მივიღოთ. რაც უწყლებს, ხო? იმიტომ რომ კარგი გასხლა რო იყო, თოვლმა დიდად არ დაამტრია რა ტოტები. ძალიან დიდი თოვლი იყო, ყველაფერი დალეცა. რა მასშტაბებზეა საუბარი შევახსენოთ ჩვენ მაყურებელს? ღია გრუნტში მოცვი რა ფართობზე გაქვთ? ასევე სათბურებში აწარმოებენ მოცვს, ეს ინოვაცია იყო, გასულ წელს ვიყავით ხო თქვენთან, როცა პირველად ვაჩვენეთ? 23-ში. 2 წელი გასულა. 23 წელი იყო რომ ვაშენებდით. 1 წელი პირველი წელია ფაქტიურად სათბურისთვის. ღია გრუნტზე გვაქვს დაახლოებით 30 გექტარი გაშენებული. სათბური არის 2 გექტარი. მაგრამ წელს პირველი წელი რადგან იყო, ვერ მივიღეთ მოცვი სათბურში. ნუ ამაზე რა მიქონია გავლენა? გავლენა იქონია ჯერთი ყინვამ დაგვარტყა. დასტრესა პატარა ენერგია იყო და დაისტრესა ენერგია და მერე სიცივეები და ნუ თან პირველი წელი რა და ნუ არაფერი მაგას არც ველოდებოდით ახლა დიდად პირველ წელს მოსავალს არ ველოდებოდით, მაგრამ
მე თუ ჩავალ თქვემოთ ნახავთ ენერგია იყო ძალიან პატარა და ეხლა შიგნით ვერ შეხვალ იმ ხელები არის და ჯამრთელი და სათბურში ჩავიდეთ ხო? კი. თან კრეფის პროცესია ახლა 150 250 ადამიანი მუშაობს. დღეს არის დაახლოებით 25 ჯგუფი და თითო ჯგუფში 12, 13, 14 ადამიანი არის. და მე აი ესე განაწილე, აი ჩანს კიდევაც აი ამ ფართობზე იქით არიან განაწილებულები. თან როგორ გაგვიმართლა არ არის ძალიან ესეთი ზიანი, ამიტომ ცოტა ღრუბელი გადაეფარა და აქ before და after უნდა გავაკეთოთ. გახსოვს რა პატარა ენერგიები იყო? ხო, რა მაგარია. ეს არის მოვლის შედეგი რა. და სათბურში აშკარად უკეთ ყვავის ბუჩქები, ხო? რაღაცა სხვანაირად ცოცხლად გამოიყურება ვიდრე ღია გრუნტში. ხო, ნახე აი ხა. ეს არის ამას უქმნი რა ყველაფერს რა. ყველა პირობას ეს ვერაფერს ვერ იღებს ქოთანშია და გამომდინარე აქედან შევიდეთ. არა, აქ შეგნით ძალიან არის. რა სი. აი მოცვები არის ცოტა. აი სათბურის მოცვი. აქ მოსავლიანობა როგორაა? იგივე კალენდარია, რაც ღია გუნჩი? არა, სადღაც 1-2 კვირით ადრე უნდა დამწიფდეს ვიდრე ბაღი. და მაშინ აქვს აზრი. ეს მოვლის სპეციფიკა როგორ განსხვავდება ღია გრუნტისგან? ურთულესი პროცესია. 30 გრადუს როგორც კი აცდება. ეგრევე ყრის ყვავილს. და ამიტომ ამას კონტროლი უნდა და აქ ეხა ცოტა ზედმეტი ენერგიები მოგვივიდა რა ჩვენ ძალიან გაიზარდა. ამიტომ ეხა რომ სეზონი რო დამთავრდება, აქ ეხა თითო სათბურში 5 რიგია. და ერთი რიგი უნდა გავიტანო გარეთ, იმიტომ რომ აქ შეუძლებელია გასავლელი ადგილი არ არის. რაღაცებს ეხა თანდათან ვსწავლობთ რა, ეხა არ ვიცოდით, მაგრამ ძალიან რთული მოსავლელია რა. ისედაც ეხა ქოთანში რო არის მოცვი, არაფერი არ აქვს, მიწიდან იღებს რა, წყალიც რო დააგვიანო სასუქიც თავისას ამოიღებს და აიღებს მიწიდან და აქ არაფერი არ აქვს, ხელოვნურად უნდა შეუქმნა ყველაფერი. ტორფია, ხო? ტორფია რაღაც ქოქოსით და რაღაცეებით. გოგა, ერთი ენერგიის შენახვა, ანუ მიყვანა სარეალიზაციო კონდიციამდე. ღია გრუნტში უფრო მეტი გიჩდებათ თუ სათბურში? ღირებულება როგორ არის? მაგი დიდად არ განსხვავდება. ნუ შეიძლება ოდნავ მეტი სათბურს სჭირდებოდეს, მაგრამ ბევრად მარტივია ღია გრუნტის მოვა. ბევრად. რატომღაც პირიქით მეგონა? არა, ბევრად მარტივია. ეს ურთულესი პროცესია რა. ჯერ ეხა წარმოიდგინე, ეხა სეზონი რო დამთავრდება, აი ესე როგორც არის აკეცილი ესე რგოლი, ესეთი რგოლი უნდა აიკეცოს. არ არის ეგ მარტივი ეს. მერე ისევ გაიშალოს, მერე საფხულში ესე აიკეცოს, რო არ დაცხეს და ასე შემდეგ რა. სულ რაღაცა უნდა რა, იმით შეწამლა, ამით შეწამლა, სხვადასხვა იმით. აქ უფრო დიდია ალბათობა რა, იმიტომ რომ დახურული სივრცეა. მიკროკლიმატია და უფრო ვრცელდება და უფრო ყურადღება უნდა ვიდრე ღია გრუნტზე. და ესე ხა კარგად არის რა, ეთყობა კიდევაც რა, ხა კარგად რო არ უვლიდეთ ამ ენერგიებს, ესე არ იქნებოდა. ჩავარდნა არ არის. ეხა არ ჩანს კიდე, აქედან ვერ ვხედავთ და ეს 200 მეტრიანებია და 5 ცალია და იქით კიდე ერთი ამხელა არის შემდეგ სათბურში. თითო სათბური არის 200 მეტრი. აი აქ სადაც გევართ, 200 მეტრის სიგრძე, 9 მეტრის სიგანე. და 5 მეტრის სიმაღლე. და რამდენი ქოთანია თითოეულში? სულ არის 17,000 ქოთანი 2 გექტარზე. 16,000. 8,000 1 გექტარზე 8,000 ის არის რა ქვია, ქოთანი. და ღია გრუნტზე 1 გექტარზე ირგვება 3,300. ანუ თითქმის 3 ჯერ მეტი ქოთანია, მაგრამ
ამდენიც არ იყო საჭირო, ზედმეტი მოგვივიდა. პატარები რო იყო, დავდიოდით და ეხლა ვეღარ დავდივართ. ნუ წელს არ გქონდა მოსავალი, პირველი წელი როა და ეს ყინვების და იმის გამო, მაგრამ რომც იყოს მოსავალი ვერ ავიღებდით, რა გაგვიფუჭდებოდა და ამიტომ თითო რიგს მოვაკლებთ, თითო რიგს მოვაკლებთ. მე კიდე ერთიც დაგავაკეთე, ეხლა იქ ისინი მასალები დამრჩა სათბურის. აქ რა ეს რო აშენეს მორჩა მასალები და გადავხურე ღია გრუნტი. მიწაში სარგულზე დავადგი სათბური რა და იმუშავა. ვა. ანუ რა შედეგი მოგცათ? ნახე, აი მაგ ზოლზე ხო არის ეგჯიში, რომელიც მანდარი და 1-2 კვირით ადრე დამწიფდა 10 დღით ადრე. ანუ იქ უკვე დამთავრდა კრეფვა და სათბურში, იმ სათბურში დამთავრდა კრეფვა აღარ არის მოცვი და ეხა დაიწყო ღია გრუნტზე. უჰა. ანუ დააჩქარა რა, ბუნებრივია დააჩქარებდა. ანუ ღირს ძალიან საინტერესო. ხო, რაპირებთ მთელი ღია გრუნტის გადაფარება. მაგიტო გავაკეთე. ნუ ბევრად იაფიჯდება რა, მარტო კონსტრუქცია. აი ნახე, მარტო კონსტრუქცია და უნდა იყიდო ცელოფანი თუ პარკი თუ რაც ქვია. და დანარჩენი ყველაფერი არის. ანუ ნერგი ღია ბაღისთვის საინტერესოა რა, არც ნერგი გაქვს აყიდელი, არც ქოთანი, არაფერი. არსებულ ბაღს უბრალოდ გადახურავ აჩქარებს რა ხო? გასული გადაცემაც ჰქონდა მოცვზე და იქაც აღვნიშნეთ და საუბრობთ, რომ რაღაც ეს კულტურა გაძლევს შესაძლებლობას, რაღაც ახალი იდეები, ფანტაზიები სულ გქონდეს და ამით რაღაც უკეთესი შედეგი მიიღო. თან ვფიქრობდი, რა შეიძლება იყოს მომდევნო ინოვაცია ამ კულტურაში და შეიძლება თურმე ღია გრუნტი გადაფარო. აი ეს ხო, ეს ახლა მე თვითონ მოვიგონე ეს, რომ მე გავუყვან მასალებს და ოდიგიდან გადავხურე და იმუშავა. ერთი კვირით დააჩქარა მოსავლის პროცესი და ჩვენ წეღან საუბრობდით ერთი კვირა რამხელა სხვაობას გვაძლევს ფასში და რამდენად შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს ერთი კვირით ადრე სარეალიზაციოდ გატანილი მოცვი. შესაბამისად, შესანიშნავი ინოვაცია. ძალიან კაი, აი იგივეა რა, ფაქტიურად იგივე ის არის. შედეგს იძლევა თითქმის, ხო? ჯერ არ მიგიღიათ მოსავალი აი სათბურებში, მაგრამ როგორი მოლოდინი არსებობს, ერთ ენერგიდან შესაძლებელია უფრო მეტი მოცვის მიღება, ვიდრე ღია გრუნტში, ამ კუთხითაც ხომ არ არის სათბური საინტერესო. კი, წესით ეგრეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ესე არიზდება, ესეთი ტემპით არიზდება ღია გრუნტზე. გამომდინარე აქედან უფრო მეტი მოსავალიც უნდა იყოს, უფრო ჩქარაც უნდა იყოს და შესაბამისად უფრო ძვირიც იქნება ის, რაც მოვა აქ. დაახლოებით რა ვადებზეა საუბარი, პირობითად ღია გრუნტთან შედარებით, რამდენი ხნით ადრე უნდა მივიღოთ მოსავალი? 2 კვირა. 2 კვირა ეხა ღია გრუნტმა დააგვიანა, ამ შემთხვევაში არა, ეხა სულ ესეთი ყინვები და ესეთი ამინდები ხო არ იქნება, წელს იყო ესეთი. წელს რთული წელია. 5000 ტონა მივიღეთ ჩარშან. თელ საქართველოში, რაც კი მოცვი იყო, მივიღეთ 5000 ტონა. წელს ახალი ბაღებიც გაშენდა ის არსებულებიც არ იყო სრულ მსხმოიარობაში და გამომდინარე აქედან უნდა მიგვეღო 7000 ტონა წელს. მაგრამ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მივიღეთ 5500. ანუ არ წელს არ არის. მნიშვნელოვანი ზრდა არ იყო მიუხედავად იმისა, რომ პლანტაციები მატება გვაქვს, ბაღები გაიზარდნენ და თითქმის იგივე შედეგი გვაქვს. და ბევრმა ბაღმა იმის ნახევარიც ვერ მოიგო, როგორც ვთქვი, და მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები იგივე მაინც რომ მივიღე რაც ჩარშან. იმიტომ რომ წელს ძალიან რთული წელია ყველასთვის და მაგის გარდა კიდე მაგრამ აი ნახოთ როგორ იმუშავებს ეგ ეხლა ფაქტიურად სამეგრელო მთავრდება, ბოლო კრეფვები აქვთ და იმერეთიც მთავრდება, იმიტომ რომ იქ უფრო თბილი კლიმატია. და ადრე დაიწყეს და კარგათაც გაყიდეს და კარგათაც ჩაამთავრეს სეზონი და ჩვენ ახლა ვიწყებთ და ვნახოთ წინასწარ, ანუ ამ წუთას ცუდი სურათია. ფასები გაფუჭებული, გადავსებული ბაზრები, სადაც შედის და ასე შემდეგ. მცირე წარმოებისთვის რომ გაჩნდეს ადგილობრივ ბაზარზე რაღაც საინტერესო სივრცე რეალიზაციისთვის. ძალიან საინტერესო სივრცეა პატარა ბაღებისთვის. უკვე გაჩნდა, მოთხოვნა გაიზარდა საქართველოს ბაზარზე და არალოგიკურ ფასად იყიდებოდა თავიდან. აი ძალიან ძვირი ღირდა. კი, მახსოვს. აღარ მახსოვს, 80 თუ 100 ლარამდე ღირდა 1 კილოგრამი და ეს ძალიან ძვირია, მოცვი ხილია. ის ხო არ არის და
ძვირია 80 და 90 ლარი რო ღირდა, შესაბამისად ფერმერებიც 40 და ესეთ თანხებში ყიდნენ. მაგრამ ცოტა გვჭირდება. საქართველოს მოსახლეობა მოიხმარს ძალიან ცოტა მოცვს. რაოდენობით. და ამიტომ პატარა ბაღები უფრო არიან მაგაზე. ალბათ იმიტომ რომ ჯერ კიდევ ახალ კულტურად ითვლება ჩვენში. ნახე 5000 ტონა მივიღეთ და 5000 ტონა გამორიცხული ამხელა რაოდენობას ვინც ფიზიკურად შეუძლებელია საქართველოს მასშტაბისთვის. ნუ რაღაც რაოდენობა იმატებს რა ყოველ წელს იმატებს მოთხოვნა საქართველოს ბაზარზეც. მაგრამ ამდენსაც რთული იქნება. ეს არის მოსავალი თქვენი წლევანდელი. ანუ ნახეთ. ხახნო რამ ხელა ჩვეულებრივ რაც ბაზარზე მე მხვდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ბაზარზე ეგეთი ვერ შეხვდება. ხო, არის აი ეს მაქსიმუმ ეგეთი. ეგ არის მაქსიმუმი. აი, გამხელასხოვება. აი ხურდა რომ გქონდეს, ეხა მიხვდებოდით რამ ხელა, ეხა კიდე კამერამ შეიძლება ვერ აღიქოს. ძალიან ბეჭდავია მართლა, გემოც მაინტერესებს. ეს არის ჩემი საყვარელი მოცვი, ყველაზე გემრიელი და ხო. ყველაზე გემრიელია და ყველაზე დიდი მარცვლებია გქონი. მარცვლებიც უფრო დიდებიც არის ზემოთ, მაგრამ ესეთი გემრიელი არ არის. ძალიან კაია. ტკბილიც არის, ცოტა სიმჟავეც ახლავს. და რაღაც ყველა მგონი ყველა ჯიშის გემოს აერთიანებს. ყველაზე ჩემი აზრით ყველაზე მაგარი ჯიში. ძალიან მაგარია. გაუცდებით ბაღში ისეთ მხმოიარობაშია და იმხელა მარცვლებია მართლა. და მოსავალიც კარგადაა კოკა წელს, ხო? ნორმალურად. შარშან უფრო ისე იყო. ნუ ვერ იტყვი რა. რო დამთავრდება მე რეგეტყვი. ჯერ არ ვიცი. ერთიან შედეგს, ხო? ერთიან შედეგს მე რეგეტყვი. საკმაოდ დახუნზულია ბუჩქები. ერთი ბუჩქიდან რამდენ კილოგრამს ვიღებთ? ჯიშების მიხედვით განსხვავებულია ალბათ. რა თქმა უნდა, ზოგი ჯიში ესეთი დაბუჩქული არ არის, ზოგი ისეთია, ზოგი საშუალოდ წესით როგორც მეუნებიან 5 კილო უნდა მიიღო, მაგრამ 5 კილო მე ძალიან კარგი შედეგია. მაგრამ აქ იქნება 3 კილო, 2 კილო გააჩნია რა. ეს ალბათ იმ კლიმატური პირობების გათვალისწინებით, თორე შეიძლება და უკეთეს შედეგიც მიგვაყო. ხო, ნუ ზოგი ვიღაცები იძახიან, რომ სხვადასხვა ქვეყნებში 5-7 კილოგრამზე ადიან და ცოტა არ მჯერა მაგის, იმიტომ არ მინახავს. ჩემთანაც არის იმის მჯერა. კრეფავები ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან, ხო? ადგილობრივი გურიიდან, ძირითადად რა გურიიდან, ოღონდ ყველა სოფლებიდან მომყავს რა, ესე იგი. დაახლოებით 40-3 მარშრუტო ტაქსი მუშაობს. ვაუ. აქირავები მყავს, ყოველდღიურად მომყავს, საღამოს მიმყავს. გოგა, ხშირად ამბობენ მოცვის ბაღებში მუშახელის პრობლემაო. ამასთან დაკავშირებით რა ხდება თქვენთან? კი. წელს გაძვირდა ეგ ამბავი, ანუ მოუმატეთ ყველამ. კიდე გაგვიძვირდა მოკლედ მომსახურება. ყველაფერი გაგვიძვირდა და ფასები კიდე იკლებს. პროპორციულად არ იზრდება. პირიქით იკლებს, ხო? მოცვის კრეფის პროცესი არის ძალიან სარისკო საპასუხისმგებლო. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ყველაფერი რაღაც სრული სიზუსტით უნდა მოხდეს დროში. იმიტომ რომ მალფუჭებადი პროდუქტია. და თან უნდა მოიკრიფოს ისე რომ ეს თეთრი ეს ცვილი რაც აქვს თუ ცვარი არ მოშორდეს ეგ არის. აი ეგ არის ჩვენ ბაღში კიდე რაც სხვა ბაღში ესე არ არის რა, არ ვიცი რის გამო ხდება მდებარეობის მოვლის თურის გამო ესეთი დაცვარული. ხო, ესეთი დაცვარული მოცვი იშვიათია. და ეგ არის მოთხოვნადი ბაზარზე, ყველაზე მოთხოვნადი ეგ არის. თავარი მოცვის ღირებულება სწორედ ამ ცვარშია, ხო? და ანუ ისე უნდა მოიკრიფოს, რომ ეს არ დაზიანდეს. ანუ ერთხელ უნდა შეეხოს, ჩააგდოს და მეტი აღარ უნდა შეეხოს. აი ხა ახალი პროცესი მოვიდა, ეხა მოიტანეს მოცვი. გაჩვენებთ თუ გნებავთ, როგორი პროცესია სანამ მაცივარში შევა. აქ ბევრი ჯგუფი მუშაობს.
ძალიან ბევრი ჯგუფი მუშაობს. ყველა ჯგუფს აი ეს არის ნამდვილი ლურჯი. ულამაზესი. ნახე, ყველა ჯგუფს ყავს თავისი გამტანი. ანუ ერთი კაცი თითო ჯგუფზე მუშაობს, რომელიც იწერს რამდენი მოკრიფა მკრეფავმა. აი ეს ხო გამოიტანეს ეს ყუთები, ხო? ყველას თავისი სახელია, უწერია. და აღრიცხვა. მე მოდის სამარშრუტო ტაქსი და შელაგების დროს გადმოიბარებს ამ ყუთებს და მე მოაქვს აი აქ მოდის აი ესე მოცვი და ხდება პალეტზე დაპალეტება. სწორედ ლაგდება მე ესე გვერდები იკვრება აი ამ ლენტით და აი ესეთი რაღაცით. აი 4-ვე მხარეს ესეთი რამე უკეთდება. რომ შეიკრას ეს მთელი იკვრება სპეციალურად რომ მიაქვთ მე მყარად იყოს და არ გადმოიყაროს რა ამ ლენტებით ესე იკვრება. და ეს სამაცივრეში ინახება, აქედან გადის სამაცივრეში. აქ შემოდის გროვდება და მე შედის სამაცივრეში. მაგასაც გაჩვენებ ჩეკრულს თუ გინდათ. კი, ნახოთ აუცილებლად. ეს გასულ წელს ნახეთ დანადგარები, თუმცა პროცესი არ გვინახავს და სამაცივრე მსგავსი ტიპის პროდუქციაში არის უმნიშვნელოვანესი. რა თქმა უნდა, ეხლა ეს რაოდენობა ძალიან რთულია, ეხლა აქედან სხვა მაცივარში წაღება. ანუ ერთიანად გაგავთ ხოლმე ყველა კალიბრის ერთად, ხო? რაღაც ერთ კატეგორიაშია თან. აი, ეხლა აქ არის უკვე დამზადებული, ეს გამზადებულია წასაღებად. აქ ალბათ ცივა ძალიან, ხო? კი. დასასიამოვნო კლიმატია აქ. ეს არის გამზადებული წასაღება. და ტემპერატურა ახლა და რამდენი ხნით გაჩერების შესაძლებლობა გვაქვს? 3 გრადუსი აყენია და დიდი ხანი თუ გიწევს შენახვა, უნდა დააყენო 1-ზე. აი, ახლა აქ არის შემდეგი პროცესი. ნახეთ, აი აქედან აი ნახეთ, აი ტრაილერიც მოსულია. აი ეს ტრაილერი ახლა გასწორდება, დაუდგება ამას ზუსტად სწორად. და ნახე ეს ხიდი გადადის და პირდაპირ ტრაილერს ჩამოედება. და უკვე ხდება დატვირთვა მაცივრიდან შენახული. კი, აი აქედან როხლით გამოდის მე მაცივრიდან როხლით აი ყვითელი ისენი როა. როხლს ეძახიან, გამოდის და პირდაპირ შედის და ძალიან მალე იტვირთება, აი ძალიან მალე იტვირთება. 20 წუთი ჭირდება, ნახევარ საათში დატვირთულია, რაც შეუძლია ხელი ჩვევიან, მაგრამ წვალობენ. დაახლოებით 100,000 ენერგია ახლა აქ რასაც უყურებს და ყველა ძირთან უნდა მივიდეს ადამიანი და გაუწმინდოს ძირი. აი წარმოვიდგინეთ. ხო, საკმაოდ შრომატევადია პროცესი, თან მით უმეტეს ასეთ მასშტაბურ ბაღში. მზე სუმზეა. და ცხელა და ნუ მოკლედ ისეთი შრომატევადი სამუშაოა. ვიცი რომ ეს ბოლოს უკვე როცა ფინალში გახვალთ, მაშინ ითვლება ეს ციფრები, მაგრამ ზოგადად შევეხოთ წელს როგორი მოლოდინი გაქვთ, რა შედეგს დადებთ და სამომავლოდ რა გეგმებით ხართ, იმიტომ რომ რაიცი იქნებ მეხუთედაც მოვხდეთ თქვენთან. იცით რა, ეხლა რაც გავტესტე, ამაზე ვფიქრობ ახლა. ეს ღია გრუნტი რო გადავხურე, მაგაზე ვფიქრობ, შევხედავ რამდენად ღირს დავთვლით. ჯერ მაგის დრო არ მაქვს მაგაზე ფიქრის. მეტი აღარ ვიცი, ჯერჯერობით აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთო და ვნახოთ. მაგრამ სიახლეებისთვის მზად ხართ. რა თქმა უნდა, სიახლეებისთვის მზად ვარ. ახალ კულტურებზე ხო არ ფიქრობთ? ახალი კულტურა ფიქრობ. მარცხზე იყო საუბარი? არა.
არა, ხო, ჩავარდა ეს იდეა. მარცხვი გქონდა აქ ცოტა ერთი კი, მახსოვს ჩვენ გადავიღეთ მაშინ მე ძალიან კარგი მარცხვი იყო, მაგრამ ძალიან რთული არა ორი კულტურის მოვლა ესე. მაშინ უნდა აგეთო მარცხვი. ძალიან მიყვარს და მომწონს თქვენთან სტუმრობა ყოველ წელს, იმიტომ რომ რაღაცა საათივით აწყობილია ყველაფერი, ერთ სივრცეშია. ასეთ ბიზნესს ძალიან უხდება კომფორტი, ეს მექანიზაცია, ავტომატიზირებული სისტემები, ბევრი სამუშაო ადგილი და ის წარმატებები და შედეგები, რომელსაც ყოველწლიურად აუმჯობესებთ. მე მინდა რომ კლიმატმაც ხელი შეგიწყოთ, ყველა მოცემულობამ ხელი შეგიწყოთ და რა ვიცი, თქვენს წარმატებაზე მომდევნო წლებშიც ბევრი ვილაპარაკოთ და კაი გადაცემები გავაკეთოთ. კოკა, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. თქვენ ყოველთვის მოხარული ვარ თქვენი სტუმრობით. გაიხარით, დიდი მადლობა. გემშვიდობებით გურიიდან, კერძოდ სოფელ ლიხაურიდან, სადაც გადავიღეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცვის პლანტაცია. ვაგრძელებთ თქვენთვის მუშაობას და ერთ კვირაში ისევ შევხვდებით ერთმანეთს. დროებით.